ბიოგრაფი ლივინგის პროექტი გარდანი გლდანში ალექსი გობრონიძის ქუჩაზე შენდება. ამ უბნის თავდაპირველი სახელწოდება გარდანი ყოფილა, რაც მთასა და ბარს შორის გარდამავალ რაიონს ნიშნავდა. მოგვიანებით სახელმა ფორმა შეიცვალა და დღეს მას გლდანის მასივად მოვიხსენიებთ. ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია ჯერ კიდევ თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოს მოძღვრის თხზულებაში ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისა. 1975-76 წლებში აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალ ნასოფლარსა და ნასახლარს მიაკვლიეს. გლდანის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო. მისი არქიტექტურა თემურ ბოჭორიშვილს ეკუთვნის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ურბანულ განვითარებასთან ერთად გლდანი შეიცვალა. 8 მიკრორაიონისგან შემდგარი უბანი აქტუალურობას არც დღეს კარგავს, ვითარდება და იზრდება. უბნის ისტორიას გამოარჩევს მუხიანი. ეს ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. 70-იან წლებში ტყე გაიჩეხა და დაიწყო განაშენიანება. თავდაპირველად ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა დასახლებაც. 80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. შეიქმნა ახალი მიკრორაიონები. გაჩნდა ნოდარ დუმბაძის, იოსებ ნონეშვილის, ალექსანდრე გობრონიძის გამზირები. დააშენდა რადიო ქარხანა. ურბანისტების შეფასებით გლდანს დაგეგმვის მომენტიდანვე აღმოაჩნდა პოტენციალი ყოფილიყო მეტი, ვიდრე ქალაქის ერთ-ერთი უბანი, რის გამოც არც თუ უსაფუძვლოდ უწოდებენ ქალაქს ქალაქში. გლდანის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრია, რომელიც 1979 წელს შეიქმნა. თეატრს 1987 წელს ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა. ჩვენ კი გლდანის ისტორიით დაგონებულებმა შევქმნით პროექტი გარდანი და მის ვიზუალური დენტობაში შემდეგი ელემენტები გავაცოცხლეთ. ნიღბები, ახმეტელის თეატრთან დაკავშირებული სიმბოლო, ხიდი, გლდანში არსებული საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში და ორნამენტი, ამ უბნის ყველაზე ცნობილ შენობებზე გამოსახული დეკორის ელემენტები, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს. ბიოგრაფი ლივინგის თითოეული პროექტის კონცეფცია კავშირშია ადგილის იდენტობასთან.